გეოგრაფიის დღიური ერთი მწიკვი გეოგრაფიის სერიაში ერთი მწიკვივით პატარა ქვეყნით ბრუნდება. დღეს ანტიგუასა და ბარბუდაზე გიამბობთ. ანტიგუა და ბარბუდა კუნძულოვანი სახელმწიფოა კარიბის ზღვაში. ქვეყანა ჯამში 54 კუნძულისგან შედგება. მათგან 3 მთავარი კუნძულია. ესენია ანტიგუა, ბარბუდა და ბრედონდა. სახელწოდება ესპანური წარმოშობისაა. კუნძულ ანტიგუის სახელწოდება უძველესს ნიშნავს, ხოლო ბარბუდა წვეროსანს. სავარაუდოდ ამ კუნძულზე გავრცელებული წვეროსანი ლეღვის ხეების დამსახურებით. აღსანიშნავია, რომ ამ სახელმწიფოს ორ მთავარ კუნძულს სხვადასხვა გეოლოგიური წარმოშობა აქვთ. კუნძული ანტიგუა ვულკანური წარმოშობისაა, რომელზეც კირქვები დომინირებს. კუნძული ბარბუდა კი მარჯნისა და ზღვის დანალექი ქანების ერთად შეგროვებითაა შექმნილი. ქვეყნის უმაღლესი წერტილია კუნძულ ანტიგუაზე მდებარე ბოგის მთა. მისი სიმაღლე სულ რაღაც 402 მეტრია ზღვის დონიდან. 2009 წელს პირველი შავკანიანი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამათი შთაგონებულმა ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრმა ბოლდუინ სპენსერმა ქვეყნის უმაღლეს მთას სახელწოდება შეუცვალა და მას ობამას მთა უწოდა. Cam, good to see you. Come on, President. Good to see you. Camden. Good to see you, Camden. Brandon. თუმცა 2016 წელს ახალმა ხელისუფლებამ ისევ ბოგის სახელწოდება აღადგინა. ანტიგუა და ბარბუდა წარსულში ბრიტანეთის კოლონია იყო. დღეს კი ის გაერთიანებული სამეფოს ერთად თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 1 ნოემბერს მოიპოვა. ფართობით ანტიგუა და ბარბუდა თბილისზე პატარაა. მისი ფართობი 440 კვადრატული კილომეტრია. ბოლო მონაცემებით ანტიგუა და ბარბუდაზე ჯამში 100,000 ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის მოსახლეობის 91% შავკანიანები არიან. საქმიანობა ძირითადად ინგლისურ ენაზე ხორციელდება. ანტიგუა და ბარბუდას დედაქალაქია სენტ ჯონსი. ქართულ ენაში იქნებოდა წმინდა იოანე. 1967 წლამდე ქვეყნის დროშა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსად ბრიტანული დროშით იყო შთაგონებული. ამ წელს კი ჩატარდა სპეციალური კონკურსი ახალი დროშის შესაქმნელად. ამ კონკურსში 600-ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა. გაიმარჯვა ადგილობრივ საზოგადოებაში კარგად ცნობილი მხატვრის სერ რეჯინალდ სამუელის საკონკურსო ნამუშევარმა, რომელსაც კადრშიც ხედავთ. დედაქალაქი დაახლოებით ჩვენი მარნეულის ხელაა და 24,000-იანი მოსახლეობა ჰყავს. ანტიგუა და ბარბუდის ეკონომიკის მთავარი ძრავი ტურიზმია. ანტიგუა და ბარბუდას საქართველოზე სამჯერ მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს ერთსულ მოსახლეზე გაანგარიშებით, რაც 25,450 ამერიკული დოლარია. ქართველებს ანტიგუასა და ბარბუდაზე მოგზაურობა 180 დღის განმავლობაში უვიზოდ შეუძლიათ. ეს იყო ერთი მწიკვი გეოგრაფია ანტიგუასა და ბარბუდას შესახებ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, გამოვყევით მსოფლიოს აღმოსაჩენად.